პირველ რიგში გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს. მიუხედავად ყველაფრისა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს. თუ კი პროცესის თვალსაზრისით მაშინვე ვერ ხედავთ წინსვლას, არ შეიძლება შეაჩეროთ რეფორმები. რეფორმები თავისთავად კარგია ქვეყნისთვის იმის და მიუხედავად დაუყოვნებლივ დაიწყება თუ არა გაფართოების პროცესი. იმ დროს, როდესაც ევროპაში შესაძლოა ბევრი ადამიანი იყოს დაღლილი ევროკავშირით, თქვენ უბრალოდ უნდა გაიაროთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ქუჩებში, სადაც ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ ხდებიან სამიზნე, რომ ევროპულ დროშებს აფრიალებენ, როგორც ეს 11 წლის წინ მაიდანზე მოხდა, დასავლეთ ბალკანეთში, სადაც ქვეყნები რეფორმებით წინ მიიწევენ. ევროპის სული ზოგჯერ კანდიდატ ქვეყნებში უფრო გვხვდება, ვიდრე ბრიუსელის ოფისებში. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის სტიმულისაა და შთაგონების მომცემია და გვახსენებს, რომ თუ ევროკავშირის მიმართ ცინიკურად ხართ განწყობილი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ოჯახში გაწევრებისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები და ზეწოლა მოვახდინოთ უნგრეთსა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს.